მე გავაგრძელებ იმას, რაზედაც გესაუბრებოდით დასაწყისში, იმიტომ რომ თემა ძალიან ბევრი არსებობს და ძალიან ბევრ რაღაცაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მე არ მინდა ეს ადგილი იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც თემები გავუზიაროთ ერთმანეთს. ძალიან მინდა რომ ღმერთის გულს შევეხოთ და ღმერთის გულს ჩავწოდეთ. ძალიან მინდა იმ განცდით ვიდგეთ ღვთის წინაშე, რაზედაც სამსახურების დასაწყისში ვილაპარაკობდი, რომ ღმერთი ცოცხალია და ის თუ ცოცხალია, ის მხედავს. აქ რო ვდგევარ და გელაპარაკებით, ის მხედავს. იმას თუ გელაპარაკებით, რაც მწამს, თუ იმას რაც ვისწავლე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცით, წმინდა წერილში არის ერთი ადგილი, ეს არის რომაელთა მიმართ მიწერილი წერილი პავლე მოციქულის პირველი თავი 28 მუხლი. სხვადასხვა თარგმანში ეს მუხლი სხვადასხვანაირად ჟღერს. მაგალითად, აი ამ ვერსიაში ესეთი რამ წერია, რა კი არ ცდილობდნენ, ცოდნით ყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას. თანამედროვე თარგმანი ამბობს და რა კი არ ცდილობდნენ, ცოდნით ყოლოდათ ღმერთი. ეს 2001 წლის თარგმანი არის, მაგრამ 2015 წლის თარგმანში ესეთი რამ წერია და რა კი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რაცა დაუწესებელნი ეკეთებინათო. ეხლა ცოტა მინდა ამაზე ვილაპარაკო. თარგმანის ეს ვერსია ამბობს, რა კი არ ცდილობდნენ, ცოდნით ყოლოდათ ღმერთი. ანუ ხვდებით, რომ თითქოს რა კი არ ცდილობდნენ, ღმერთს ეცოდნოდათ. ღმერთს ეცოდნოდათ რაღაცეები. დიახ, ეს ვერსიაც არსებობს და აქ არაფერია ტყუილი და არაფერია მცდარი. იმიტომ რომ ოსიას წინასწარმეტყველებაში ასეთი რამ წერია, რომ უცოდინარობის გამო მოისპობა ჩემი ერი. იმდენად რამდენადაც მიტოვებული გაქვს ღმერთის სიტყვა, მე დავივიწყებ შენ შვილებს. ხშირად ჩემო მეგობრებო, უცოდინარობის გამო ჩვენ შეიძლება ისეთი რამე ვაკეთოთ, რომ გვინდოდეს ღმერთს პატივი მივაგოთ და სინამდვილეში შეიძლება ის შეურაცხყოთ. იმდენად რამდენადაც არ ვიცით. ამიტომ თუ გაინტერესებს ღმერთს რა უყვარს და რა არ უყვარს, აი საშუალება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რა უყვარს მას და რა არ უყვარს მას. თუ წაიკითხავთ ესაიას წინასწარმეტყველების პირველ თავს, იქ წერია, რომ მოდიხარ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა, ღმერთი ამბობს. ლოცვებს რო აღავლებთ, თვალს გარიდებთ, ისა არ ვისმენო, ხელებს რო აღაპყრობ, თვალს გარიდებთ, ღმერთი ამბობს. იმიტომ რომ უკეთურება და დღესასწაული, ეს ორი რაღაცა ვერ თანხმდება ერთმანეთში, ღმერთი ამბობს. იმიტომ ძალიან ბევრგან არის დაწერილი. ასევე წერს, რომ მოდიხარ და მოგაქვს ეს თქვენი მსხვერპლები. ასეთი გონი ვართ? ანუ მე მექრთამე ვარ? ანუ მე ესე იგი, ბოდიში ცოტა ჟარგონზე ვიტყვი, გონიათ რომ მსხვერპლებით მომთაფლავ? შემახვევ, მოდი ასე ვთქვა და მე თვალებს დავხუჭავ რაღაცეებზე? ჩვენ ხშირად ასე ვიქცევით. ხომ არ გონია ჩვენი ღმერთი ასეთია, რომ ფულს რომ მისცემ, ღმერთი, ამან იმდენი ფული მომცეხლა. ასეთი ღმერთიც არსებობს, მაგრამ ეს ჩვენი შექმნილი ღმერთია. მაგრამ ღმერთი ვიზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ის არავიზე და არაფერზე, არასდროს ის სამყაროს შემოქმედია. მას გალაქტიკები ემორჩილება. ამიტომ თუ გინდა მასზე იცოდე, ერთი მნიშვნელოვანი, ეს არის წმინდა წერილი, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მას რა უყვარს და რა არა, მაგრამ წმინდა წერილზე მეტად ღმერთს ერთი რაღაცა უნდა, რომ მიუახლოვდე მას და გაიცნო ის. გასაგებია? წმინდა წერილის ის ადგილი, რომელიც აგიკითხეთ მეგობრებო, ეს არის რომაელთა პირველი თავის 28 მუხლი. ორიგინალური ტექსტი ასეთ რაღაცას ამბობს. რა კი არ ცდილობდნენ საკუთარ ცოდნაში ყოლოდათ ღმერთი. ანუ, ნახეთ, თუ პირდაპირ წავიკითხავთ, რა კი არ ცდილობდნენ ცოდნით ყოლოდათ ღმერთი, გამოდის, რომ რა კი არ ცდილობდნენ ღმერთზე ცოდნოდათ. ესეც ცოდნაა. როცა ჩვენ ვიცით ღმერთზე რაღაცეები, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი არსებობს, ღმერთზე იცის ბევრი რამე, მაგრამ ღმერთს არ იცნობს საერთოდ. მაგალითად, ჩემი მეუღლე დამემოწმება, როცა ჩვენ საჩხერეში ვცხოვრობდით, ჩვენ ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელი იყო ბამბეულის კომბინატის და იქ ვცხოვრობდით, იქ ჰქონდა ბინა. და ამ საერთო საცხოვრებელს ყავდა მომსახურე პერსონალი, მე იყო ერთი, აი ელექტროობა რო გაფუჭდებოდა, რაღაცა იმას არემონტებდა ხოლმე, ნოე ერქვა, ხო გახსოვს ამრიგო?
და ერთხელ ეს ნოე შემხვდა ქუჩაში და შენ მორწმუნე ხარ ხო? ხო, მე ვთხარი, მე მორწმუნე ვარ და გამომელაპარაკავ, საუბრობ. ეკლესიას տեսამა და ამუხში რომ ასე და ასე არის დაწერილი რაღაცას მიხსნის. გამიკვირდა. ეს მუხლი მე არ მქონდა, არ მახსოვდა ზეპირად. წლები ეკლესიაში ვარ და ეს მუხლი არ მახსოვდა. და ნოეძია მე ვთხარი, ხანში შესული კაცი იყო ჩემთან შედარებით. რომელ ეკლესიაში დავდიხარ? რა ეკლესიაში დავდივარ, ათეისტი ვარო. ჩემთვის იყო გასაოცარი. ღმერთზე იცოდა და ღმერთი არ სწამდა. ბევრი რაღაც ქონდა წაკითხული, ღმერთზე იცოდა, მაგრამ საერთოდ არ ცნობდა ღმერთს, ღმერთი არ სწამდა. იცი, თუ პირდაპირ წაიკითხავთ ამ მუხლს, ესე იგი, რა კი არ ცდილობდნენ ცოდნით ყოლოდა ღმერთი, თუ ღმერთზე იცი, საკმარისია. შეიძლება ასე იფიქრო, მაგრამ ეს მუხლი ამას არ ლაპარაკობს. ორიგინალური თარგმანი ამბობს, რა კი არ ცდილობდნენ საკუთარ ცოდნაში ყოლოდათ ღმერთი. ანუ ეს რას ნიშნავს, იცი? ღმერთზე კი არ უნდა იცოდე, ღმერთისგან უნდა იცოდე. გასაგებია? მე შემიძლია ვისწავლო შენგან ღმერთზე, მაგრამ მე შემიძლია ვისწავლო ღმერთისგან ღმერთზე. ჩემგან როცა ისწავლი ღმერთზე, ამით იმას ისწავლი, რაც მე გასწავლე. და შენი ცოდნა იქნება შეზღუდული, შემოფარგლული. გასაგებია? შეიძლება იცოდე ადამიანზე ძალიან ბევრი რამ. წაკითხული კონდეს მასზე. აი მაგალითად, დათათუჩაშხია გაქვს წაკითხული? მე მაქვს წაკითხული რამდენჯერმე და ძალიან მიყვარს ეს რომანი, ძალიან მომწონს. მაგრამ დათათუთაშხიაზე ბევრი რაღაცა ვიცით, მაგრამ ქუჩაში რო შემხვედრო და თქვათ, ის დათათუთაშხია ვიცნობდი ვერა? გამორიცხულია. შეიძლება ღმერთზე იცოდე ბევრი რაღაცა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ მას იცნობ. ძალიან მნიშვნელოვანი არა ის რომ მასზე იცოდე. ესეც კარგია. დასაწყისისთვის შეიძლება კარგია რომ მასზე იცოდე, მაგრამ არაფერში არ გამოგადგება საბოლოო ჯამში მასზე ცოდნა. მნიშვნელოვანია მისგან ცოდნა. მისგან ცოდნა. უბრალოდ მას იცნობდე. ღმერთს არ უნდა იცი რა შეკრიბოს ხალხი და გაუზიაროს ისტორიები მასზე. ჩვენ არ ვიგალობებთ მასზე. მასზე არ ვიგალობთ, ჩვენ ვიგალობებთ მისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია რომ მასზე მღერი ხარ, მეორეა რომ მისთვის მღერი ხარ. მის წინაშე დგეხარ და მასზე უბნები ამას და არა, იცი, ჩვენ შეგვიძლია მოვყვეთ ისტორიები ღმერთზე. არაფერს არ მოგცემს ეს არც შენ და არც მე. მაგრამ აქ რომ მოვდივართ, თუ ეკლესიად ვიკრიბებით, მოდი ამისკენ წავიდეთ ნაბიჯნაბით. ვისწავლოთ მოსმენა მისგან. იმიტომ რომ ის ცოცხალია. ამენ? მეთანხმებით? ვისწავლოთ მოსმენა მისგან. მოვისმინე მასზე და შევწირე შესაწირავი რომ მოვისმინე მასზე, მაგრამ მოვისმინე მისგან, ის შეეხო ჩემს გულს და მე გავაკეთე მისთვის. არა მზიასთვის, არა თამრიკოსთვის, არა ლანასთვის, ანდა ვინმესთვის, არა მე გავაკეთე მისთვის. ერთხელ თურმე ერთი ქალბატონი ერთ-ერთ დიდ ეკლესიაში, მეგა ეკლესიაში და ეს იყო კორეაში, სამხრეთ კორეაში, ეკლესია იოდიო, სადაც პასტორი დევიდ იონგიჩო იყო პასტორი და ამ ეკლესიას 2 მილიონამდე წევრი ყავდა. ერთ ეკლესიაში, ეს მაშინდელი სტანდარტებით ერთ ეკლესიაში ყველაზე დიდი ეკლესია იყო მრევლის რაოდენობით. ერთხელ დევიდ იონგიჩო ამბობს, რომ დადგა კრიზისი ეკლესიაში, რაღაც პროექტები ჰქონდა დაწყებული და ვეღარ ვაგრძელებთ და რაღაც კრიზისი შეიქმნა, რაღაცები გადავამოწმეთ ყველაფერი, ვლოცულობთ, რაღაც არაფერი და ერთ-ერთ მსახურების დაწყებამდე ერთი ქალბატონი მოვიდაო ჩემთან, რომელსაც არ ვიცნობდი, ხო 2 მილიონი ადამიანი და როგორ შეიძლება ვინმეს არ იცნობდე. და ძალიან დიდი თხოვნისა და იმის მერე ეს ქალბატონი მოვიდაო და მითხრაო, რომ მე ღმერთი დამელაპარაკა უწუხელისო და სიტყვა უნდა მომცე ეკლესიაშიო. და ჩვენთან ესეთი რაღაცა გამორიცხული 2 მილიონი 150,000 მარტო პასტორი ყავდათ ეკლესიაში. ამ 150,000 მარტო პასტორი ყავდათ და როგორ ხო 2 მილიონი წევრიდან ვიღაცა მოვიდა და გეუბნება, რომ მომეცი კათედრასთან ადგილი, რომ ეს სიტყვა უნდა ეკლესიას უნდა მივმართო და მე უარი მინდოდა მეთქვაო და უეცრად ვიბრძენი, რომ სული წმინდა შემეხო და მითხრა ეგ ქალი მე გამოვაგზავნე. მიეცი სიტყვა. ვერაფერი ვერ ვქენი, სულიად უცნობ ქალბატონს ვუთხარი, კარგიო, 5 წუთი გაქვსო ვუთხარი. შეგიძლია თქვა, მიმართო ეკლესიას. გამოვიდა ეს ქალიო და სტანდარტულად ახლა როგორც ხდება ხოლმე. აი, მე წუხელის ვლოცულობდი და ღმერთი დამელაპარაკა. ეს მოხუცილი ქალბატონი ამბობს თურმე, მე წუხელის ვლოცულობდი, ღმერთი დამელაპარაკა. ხო ხედავ ჩვენი პასტორი როგორ ნერვიულობს, ხო ხედავ ჩვენი პასტორი როგორ განიცდის. მოდი ყველამ შევწიროთ. ამას ხო ყველა ლაპარაკობს. ამას ყველა ამბობს. ყველა შესაწირავზე და ყველა იმაზე ამას ვამბობ ჩვენს ეკლესიაში.
და ამ ქალმა თქვა, მე ძალიან განვიცდიდიო, როცა წუხელი ღმერთი დამელაპარაკაო და ღმერთსო პირობა მივეციო, რომ მე შევწირავდი თვითონო. მე თქვენ კი არ გეუნებით, ეხლა შევწიროთო, მე გადავწყვიტეო, მე მოვედიო დღეს შესაწირავით ეკლესიაშიო და მოიტანაო გაბზარული თებში, ფაიფურის გაბზარული თებში და ორი ნახმარი ჭხირიო. იცით რომ კორეაში დანები და ჩანგლები არ აქვთ იქ ჭხირებით მიირთმევენ. არის ჭხირები მეტალისა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების არის და იმას, მაგრამ არის ჭხირები, რომელიც ერთჯერადი გამოყენებისთვის არის, იმას გამოიყენო, მე უნდა გადააგდო. და ამ ქალბატონმა მოიტანაო გაბზარული თებში და ეს ერთჯერადი ჭხირები, ოღონდ უკვე გამოყენებული. გასაგებია? ანუ ის ფაქტიურად გადასაგდები იყო. და დევიდი ამბობდა, რომ არ მინდოდა გამომერთმიაო. მეთქი დაგცინის, საერთოდ ადამიანი გარეგნობით არ იდენტიფიცირდება. გასაგებია? ჩვენ ხშირად თვალები გვატყუებს. და რომ დაინახა, რომ ამ გაბზარული თებში მოიტანა და ორი ნახმარი ჭხირი გამორთმევა არ მინდოდაო. და ამ ქალმა ტირილი დაიწყო და მითხრა, პასტორო, ეს მე თქვენთვის არ მომიტანეა. მე უწუხელი ულოცულობდიო და ღმერთს ვთხარი, ღმერთო, რო არაფერი არ მაქვს. რა უნდა შევწირო? და ღმერთმა მითხრა, მე არ გეუნები რაც არ გაქვს, მე გეუნები რაც გაქვს. იქიდან შეწირე. და მე ხვალიდან შევჭამ გაზეთსეო და ეს ქალი ტირილით ამბობდაო. მე ხვალიდან შევჭამ გაზეთზე და ხელით, იმიტომ რომ თურმე უკანასკნელი ქონია ეს გაბზარული თებში, ბოლო იყო რაც სახში ქონდა და ის ნახმარი ჭხირები, მე ხვალიდან შევჭამ გაზეთზე და ხელით, მაგრამ გადავწყვიტე რაც მქონდაო ღმერთისთვის მიმეცაო. და რომ ხედავდიო ხალხი დარბაზში ყველა ტიროდაო. წამოდგაო ერთიო და თქვაო, მაგ თებში და მაგ ჭხირებში $50,000 ვიხდიო. მეორე მაწია ხელიო და თქვა, მაგაში $100,000 და ნახევარმი თუ ის $50,000 გაიყიდაო. ეს თებშები და დღესაც კიდიაო ჩვენს ოფისში, ვიტრინაში გვაქვს დაკიდებული ეს, როგორც განაფული არ იყო, სხვა რაღაცეებისთვის იყო. იცი ჩვენ ფული განა არ გვაქვს, ფული ყველას გაქვთ, მეც მაქვს. ყველას გვაქვს. მაგრამ იმდენი საჭიროება არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ეს ამისთვის არის, ამისთვის არის, ამისთვის არის, ამისთვის არის და აღარ დამრჩა. გახსოვთ მე რომ ხუმრობდი ხოლმე, ვერ გადავანარჩუნე დედა. საჩხერეში ყავდა ერთი ქალბატონი. ვერ გადავანარჩუნე დედა. ჩვენც ესე გვაქვს. ბიუჯეტი გაწერილია, ვერ გადავანარჩუნე ვერაფრით. მეგობრებო, წლების წინ მე და ჩემ მეუღლეს როცა შვილები გყავდა პატარა, ერთი ოცნება ქონდა ხოლმე, ვლოცულობდით ღმერთო 20 ლარი. 20 ლარი გვჭირდებოდა ძირითადი პროდუქტებისთვის, რომ ბავშვებისთვის მაკარონი და რაღაც გვეყიდათ, სულ ყოველთვის ვლოცულობდით ხოლმე. ღმერთო მოგვიცი ძალა, მოგვიცი ძალა, მოგვიცი. დღეს კომუნალურებში ვიხდი 100-ჯერ მეტს. მაინც არ გრჩება. მაინც არ გრჩება. გასაგებია? განა არ გვაქვს. მაგრამ იმდენია გეგმა ჩვენ ცხოვრებაში, ხშირად ჩვენ გვავიწყდება, საიდან გვაქვს და მოვდივართ ეკლესიაში ხშირად პრეტენზიებით. ჰალელუია ღმერთო, მე ისე მიჭირს. ერთხელ ერთი სტუმარი ყავდა და მე ვუთხარი, ჩვენთან ხალხს უჭირს თქო და ძალიან ისეთ გამაჩერა, მითხრა, არ თქვა ეგ სიტყვა. არ თქვა ეგ სიტყვა. თქვენ არიცით რა არის გაჭირვება. იმას რასაც ყოველდღიურად მიირთმევთ სახში, ინდოეთში ხალხი იბადებიან და კვდებიან ისე რომ სიზმარშიც კი ვერ ნახავენ იმას, რასაც თქვენ ყოველდღიურად ისა მიირთმევთო სახში. სიტყვა გაჭირვება ფარდობითია. ფარდობითია მეგობრებო. ამიტომ წმინდა წერილი ამბობს, რა კი არ ცდილობდნენ საკუთარ ცოდნაში ყოლოდათ ღმერთი. მეგობრებო, ღმერთს ის კი არ უნდა რომ მასწე ვიცოდეთ. გაცილებით უფრო დიდია რომ მისგან ვიცოდეთ. მასთან ვიყოთ ურთიერთობაში, მასთან ვიყოთ დამოკიდებულებაში. გასაგებია, რომ ჩემგან კი არ მოისმინოთ, მისგან მოისმინოთ. წმინდა წერილი ამბობს, როცა ჩვენი უფალი იცდებოდა უდაბნოში 40 დღის განმავლობაში, პირველი რაც ბოროტმა მას შესთავაზა, ეს იყო, ხო ხარ ძე ღვთისა. აქციე ქვები პურად, გემრიელად მიირთვი, რასით ანჯავ თავს? იესოს პასუხი რა იყო? არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. მეგობრებო, მას რო ეთქვა, რომ ბიბლიაში დაწერილი ყოველი სიტყვით გასაგები იქნებოდა ჩვენთვის. იმიტომ რომ ბიბლია არსებობს და მე მას წავიკითხავ. გასაგებია? მას რო ეთქვა, რომ ქადაგებაში მოსმენილი ყოველი სიტყვით ესეც გასაგები იქნებოდა, რომ ეხლა ეკლესიაში ვართ, მაგრამ ხალხი სინაგოგებში დადიოდა და ქადაგება ესმოდათ. და გასაგები იქნებოდა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ არც ქადაგებაში მოსმენილი სიტყვით, არც ბიბლიაში დაწერილი სიტყვით, არც ტელევიზორში მოსმენილი სიტყვით. ქრისტემ უთხრა,
არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვი და სად არის ეს ღმერთის ბაგე? მინდა შეგეკითხოთ. სად არის ეს ღმერთის ბაგე? ეს ღმერთის ბაგე სინამდვილეში ჩვენ სულშია. და თუ შენი ყური ძალიან ახლოს იქნება ამ ღმერთის ბაგედან, შენ შეძლებ მისი ხმის გაგონებას. განაის არ ლაპარაკობს. უბრალოდ ჩვენ იმდენად ვართ გართული რაღაცებით მისი ხმა არ გვესმის. გასაგებია ხშირად. და ვეღარ ვაფიქსირებთ ამას. ამიტომ გვაქვს ჩვენი წარმოსახვები და ჩვენი შეხედულებები. ჩვენს წარმოსახვებში და ჩვენ შეხედულებებში ღმერთი ასეთია. სინამდვილეში ის ასეთი არ არის. გასაგებია? რამდენჯერ გაგიგონიათ ღმერთი არ აპატიებს მაგას? გინახავთ ღმერთს ვინმესთვის რამე არ ეპატიებიოს? ანდა გაგიგონი მე ასეთ ღმერთს არ ვიცნობ. ერთი რამე მას რაც არ შეუძლია, ხო ყოვლის შემძლია. მე ვიცი რაღაც რაც მას არ შეუძლია. მას არ შეუძლია ვინმეს არ აპატიოს. ის მპატიებელია. დიდება უფალს. გასაგებია? ამიტომ ჩემო მეგობრებო, ის რაც დღეს უნდა გაგიზიაროთ და ის რაც დღეს უნდა გითხრათ, მოდი დასაწყისისთვის ეს ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი. რატი არ ცდილობდნენ ცოდნაში ყოლოდათ ღმერთი. მისგან ქონოდათ ყოველგვარი ცოდნა, მისგან გამომდინარე ყოფილიყო ყოველგვარი ცოდნა. ამიტომ ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას. საკუთარმა წარმოსახვებმა მიიყვანეს იქამდე, რომ შექმნეს საკუთარი ღმერთი. რო ღმერთი არის ასეთი, ხშირად რო უსმენ ქრისტიანებს ამბობენ ღმერთი ასეთიაო, შოკირებული ვარ. ღმერთი რომ მართლა ისეთი იყოს, ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებოდით. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი არ არის ისეთი, როგორცაც შმაგიხატავს. და არც ისეთი როგორცაც დათო და სხვები. ამიტომ თუ გვინდა ღმერთზე გქონდეს სწორი წარმოდგენა, მას უნდა მიუახლოვდეთ. მისგან უნდა დავიწყოთ ცოდნა. კარგია რომ დღეს მქადაგებელს უსმენთ და ვინმეს უსმენთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩემო მეგობრებო. ღმერთი ამბობს მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით. მოისმინეთ ჩემგან. რას ამბობს მათეს სახარებაში? მე-11 თავის 22 მუხლიდან. მოდით ჩემთან ყოველდღე 22 მუხლიდან, მოდით ჩემთან ყოველდღე მახშვრანლო და ტვირთმძიმენ. და მე და გამშვიდებ თქვენ. ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავდაბალი ვარ. და მიიღებთო სული, აიღეთ ჩემი ტვირთი და ჩემი უღელი, ვინაიდან ტვირთი ჩემი სასიამოვნოა, უღელი ჩემი სუბუქი და ისწავლეთ ჩემგან და მიიღებთ სიმშვიდეს და მოსვენებას. დიდება უფალს. რატო არ წერია წადით ეკლესიაში მოისმინეთ რაღაცები და მიიღებთ? არა, იქ წერია მოდით ჩემთანო ქრისტემ თქვა. გასაგებია? შეიძლება მოხვიდე ეკლესიაში, მაგრამ არ მიხვიდე მასთან. მეთანხმებით? შეიძლება იგალობო ეკლესიაში, მაგრამ არ უგალობო მას. შეიძლება შესწირო ეკლესიაში, მაგრამ არ შესწირო მას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ აი ეს პირველი საწყისები, ჩემო მეგობრებო, მოდი გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. ის ცოცხალია. თუ მასთან ახლოს ხარ, ამას იგრძნობ. ამას ძალიან ადვილად იგრძნობ. იცი, გულქვა უნდა იყო ადამიანი და გაყინული უნდა იყო, რომ ვერ იგრძნო. როცა რაღაცა ტკივა, შენ საყვარელ ადამიანს, შენ ამას გრძნობ. შენ ამას ხვდები და როცა მას რაღაცა ტკივა, შენ ეს რაღაცას გავალდებულებს. და იცით, ამას წინათ იყო სოციალურ ქსელში ვრცელდება ძალიან სენტიმენტური ვიდეოები ხშირად და ერთი ვიდეო იყო გოგონამ გაიღვიძა რეანიმაციაში, მას ჰქონდა გულის პრობლემა ბავშვობიდან და ერთ დღეს მოხდა ისე, რომ გარდაცვალების პირას იყო და კვდებოდა. გაიღვიძა რეანიმაციაში და ექიმმა მოუტანა სმარტფონი, პლანშეტი. გახსნა ისა პლანშეტი და მამამისის ვიდეო არის იქ. ეუნება შენ როცა გაიღვიძებ, მე ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები, მაგრამ მე შენს მკერდში ვიძგერო. დიდება უფალს. მამამ გადაწყვიტა თავისი შვილისთვის გული მიეცა, დონორი გამხდარიყო მისთვის, რომ იმას ეცოცხლა, ოღონდ თვითონ თანახმა იყო, მომკვდარიყო. იცით მეგობრებო, ეს რას ნიშნავს? სიყვარულს. ეს სიყვარულს ნიშნავს. ეს ურთიერთობაა, მეგობრებო. იცი რატო გეუნებით, ახლა მე კი არ მინდა აგატირო და თქვენში სენტიმენტები გამოვიწვიო. იცი, ქრისტე ეკითხება პეტრეს. სიმონ იოანესავ, ეს არის იოანეს სახარების 21 თავი. სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? შენ იცი რომ მიყვარხარ. ჩვენ ამას ხშირად ვაკეთებთ. შენ იცი რომ მიყვარხარ. და ქრისტე ეუნება, სიმონ იოანესავ, გიყვარ ვარ? კონტექსტი ესე იწყება. იესო ქრისტე ამაღლდა
3 წლის განმავლობაში, 3 წელნახევრის განმავლობაში იესო ქრისტე მათთან იყო, მათთან ერთად ჭამდა, მათთან ერთად სვავდა, მათთან ერთად ეძინა, მათ აგზავნიდა, ავალებდა, ასწავლიდა, ელაპარაკებოდა, შეაგონებდა ყოველდღიურად. მათ ზრუნვა არაფერზე არ ჭირდებოდათ. იცით, პური დაჭირდათ? იცით, რომ 5000 კაცი იყო მშიერი, ქრისტემ თქვა, რა გაქვთ? 5 პური და 2 თევზი. მოუტანეს, ილოცა, გაამრავლა სასაული, დიდება უფალს. ღვინო დაჭირდათ ქორწილში, ილოცა ქრისტემ, წყალი ღვინოთ იქცა. ჰალელუია. ვიღაცა მკვდარი მოყავდათ, ილოცა ქრისტემ აღადგინა. და ყოველ დღე ხედავდნენ ამას. ქრისტე იყო მათი უზრუნველყოფა. გასაგებია? ამ კაცმაც აქ რო იყო სტუმრად ილაპარაკა, როცა გემზე ეძინა ქრისტეს. კი არ მივიდნენ, ისე რა კარგი კუთხიდან იყო დანახული. კი არ უთქვიათ ქრისტე დააწყნარე ზღვა და ქარიო. ესე კი არ უთხრეს. ესე წერია, რომ მივიდნენ და უთხრეს, უფალო, მიდი გთხოვ დააწყნარე ზღვა და ქარი. ეს არ უთხრეს. ნუ თუ არ გენაღვლება რო ვიხჩობითო, საყვედური უთხრეს. რა კაცინებსო უთხრა, როგორ გძინავს აქ ჩვენ ვიხჩობით. და როცა ქრისტემ გაიწოდა ხელი და ზღვა დაწყნარდა და ქარი ჩადგა, ვინ არის ეს? სტიქიებიც რო ემორჩილება. გაუკვირდეთ. მაგრამ დაუკვირდით რა ხდება. გადის რამდენიმე დღე, იესო ქრისტემ შეკრიბა ყველანი გალილეაში და ეუნება. მარკოს სახარებაში წერია, წადით თელ ქვეყნიერებაზე და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება, ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ამსჯავრდებული იქნება. მათეს სახარება ამას ასე აღწერს. შეკრიბაო ისინი და უთხრაო, წადითო, მოიმოწაფეთ ყველაერიო. მონათლეთ ისინი მამის ძის და სულიწმინდის სახელითო. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცდე და აი მე თქვენთან ვარ წუთი სოფლის აღსასრულამდეო. და ამას როცა ელაპარაკებოდა, ამაღლდაო წერია. და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალსო. დამთავრდა ეს დღე, ქრისტე აღარ არის მათ შორის, წავიდა, გათენდა მეორე დღე. და ეს ამას მოგვითხრობს იოანეს სახარების 21 თავი. გათენდა დილა, პეტრე ადგა, ქრისტე აღარ არის, ვინც დაავალებს აქ წადი, ეს გააკეთე. ასეთი აღარ არის. მაგრამ ღმერთი ხო არის? ხო არის ღმერთი? ჩვენ როგორ ვიქცევით? დამავალ უნდა გავაკეთებ. ხშირად არის ასე. მანამდე ქრისტე ეუნეოდა, ქრისტე იღებდა საკუთარ თავზე. ქრისტე ეუნეოდა ამ სოფელში წადით, ქრისტე ეუნეოდა იქ წადით, ქრისტე ეუნეოდა ეს გამკურნეთ, ქრისტე ეუნეოდა პური მოიტანეთ, რაც იყო გასაკეთებელი და უცებ გათენდა ერთი დღე და ქრისტე აღარ არის. იოანეს სახარების 21 თავი. და პეტრე რას აკეთებს? ადგა პეტრე? სათევზაოდ მივდივარ. იმიტომ რომ პეტრე არ იყო ბოროტი, კარგად მომისმენეთ. პეტრე ბოროტი არ იყო, რომ გადაწყვიტა ესე, არა. ნახეთ? მსჯელობიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ლოგიკის ადამიანები ვართ. მე ბებია ილიკო და ილარიონი ვის გაქვთ ნანახი? ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამას ეკლესიაში. ზურიკელამ რო ჩააბარა. თბილისში რო უნდა წავიდეს. და უხარია ყველას. რა ილიკო რო გააჩერებს და ეუნება. მოიცადეთ კაცო, რა გიხარიათო, თქვი აბდლებო, ეუნება. ბავშვიო თბილისში უნდა წავიდესო, კი უნდა წავიდეს. მერე სახლი ხო უნდა. კარი ხო უნდა. ფარა ხო უნდა. ხო და სად არის ეს ფარა? გახსოვთ? ეს სახუმაროა რა თქმა უნდა. პეტრეც ფიქრობს, ქრისტემ თქვა, წადით. როგორ წავიდეთ? ფეხით რომ ვიაროთ, ორი ცხოვრება არ ეყოფა ამას. ტრანსპორტი, ელემენტარულად ტრანსპორტის ფული გჭირდება. ტრანსპორტი გჭირდება. სახედარი გჭირდება. ახლანდელი მერსედესები და სხვა რაღაცა მაშინ სახედარი იყო. აკლემი გჭირდება. გემი გჭირდება. ამას ხო ფული უნდა. ხო და სად არის ეს ფული? სად არის ეს ფული? მე რა შემიძლია? მე თევზაობა შემიძლია. წავალ ვითევზავებ, ღარიბი და ქილა ერბო. გავყიდი ამ ერბოს, ვიყიდი წიწილებს, მერე გავზდი წიწილებს, გავყიდი ქათმებს, ვიყიდი მოზრებს, გავზდი მოზრებს, გავყიდი ხარებს და ასე შემდეგ. პეტრემაც იფიქრა, ფული გჭირდება, მე შემიძლია თევზაობა, მე სათევზაოდ მივდივარ. სხვებმა რა უთხრეს? შენ წადი და ჩვენ აქედან ვილოცებთ შენთვისო. არა, უთხრეს, შენ თუ მიდიხარ, ჩვენც მოვდივართ. და ყველა წავიდა სათევზაოდ. და ზუსტად მაშინ არის, როცა ეუბნება მათ სიმონ პეტრე, სათევზაოდ მივდივარ. უთხრეს, ჩვენც წავიდნენ, მთელი ღამე ითევზავეს, ვერაფერი ვერ დაიჭირეს. ერთი ლიფსიტაც ვერ დაიჭირეს. მშიერ მწყურვალები, დაღლილები, ნაშრომები, იმედგაცრუებულები, პროფესიონალი მეთევზეები ბრუნდებიან უკან. და ხედავენ ნაპირს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც დგას ნაპირზე,
და რაც მათ მთელი ღამე ეძებეს და ვერ დაიჭირეს შამფურზე წვავს თევზებს. პეტრემ შორიდან დაინახა და ეცნო, ეს უფალია მოიფიქრა. გადახტა წყალში და ცურვით გავიდა მასთანო წერია. და როცა მივიდა ქრისტემ უთხრა, მოდით ჭამეთო. მთელი ღამე რო დაიხოცეთ მშიერ მწყურვალები, მოდით და ჭამეთ. და როცა გაუმასპინძლდა ქრისტე ეკითხება, სიმონ იოანესაო, გიყვარ ვარ? პეტრე ეუბნება, უფალო, შენ იცი რომ მიყვარხარ. იცი რამდენჯერ გითქვამს ჩემო მეგობარო, რომ შენ ღმერთი გიყვარს. იცი რომ დღეს ბავშვები დედას აღარ იფიცებიან, ღმერთს გეფიცებია ასე ამბობენ. ეს მოდაშია. ჩვენ ღმერთი, გუშინ ღმერთის მტრები ვიყავით, დღეს ღმერთი გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, მაგრამ რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული? ამაზე არ ვფიქრობ ხშირად. და პეტრე ეუბნება, შენ იცი რომ მიყვარხარ. ქრისტე რას პასუხობს? რომ ისაუზმე იესო ეუბნება, სიმონ პეტრეს, სიმონ იოანესაო, ამათზე მეტად გიყვარ ვარ? მე ადრე ვფიქრობდი, ამათზე მეტად ხალხზე ეკითხებოდა. სინამდვილეში კონტექსტი თუ გამოიკვლიო, მიხვდებით რომ ის თევზებზე და ბადეებზე ეკითხება და საკუთარ პრობლემებზე. ჩემო მეგობარო, საკუთარ ბიზნესზე მეტად გიყვარ ვარ? მოდი ასე ვთქვათ. შმაგი რო ყოფილიყო. ან ნებისმიერი სხვა თუ გიყვარ ვარ, ნახე რას ეუბნება, გასაგებია. თუ ამათზე მეტად გიყვარ ვარ, მაშინ აწოვე ჩემი ცხოვრები. მე შენ ამისთვის მოგიწოდე. გასაგებია? სიყვარული შენსას გადაგადებინებს გვერდზე და ვინც გიყვარს, ვინც შენი სიყვარულის ობიექტია, მისაზე დაიწყებ ფიქრს. მამა იძულებული გახდა სიყვარულის გამო. შვილმა კი არ წაართვა გული. მან თავისინებით მისცა სიყვარულის გამო. იმიტომ რომ მან გადაწყვიტა მე რომ დავსრულდე კიდეც, ის იცოცხლებს და ეს იქნება დიდი რაღაცა. ეს არის მეგობრებო სიყვარული. კიდე უმეორებს, მეორედ, სიმონ იოანესაო, ამათზე მეტად გიყვარ ვარ? პეტრემ უთხრა, შენი ყველაფერი იცი, შენ იცი რომ დამწყებსე ჩემი ცხოვრები. მე ჩემი მიზანი ეს არის, ჩემი მთავარი მიზანი ეს არის, მე ამისთვის ვარ. შენ კი სათევზაოდ წახვედი. ნუ მიატოვებ იმას, რაც იცი, მე და შენ რო ახლოს ვიყოთ. შენ რო გრძნობდე იმას, რასაც მე ვგრძნობ, შენ არ გეცლებოდა ამისთვის. მეგობრებო, ვინმე საყვარელი ადამიანი ავად გაგხდომიათ? ან შვილი, ღმერთმა ყველა დაგიფაროთ. მე რო შვილი გამიხდავად, ჭამა არც მახსოვდა. რა ჭამა? მაშინ რო წავსულიყავი და სადმე გასართობად იმაზე ვენახე ვიღაცას. მე მიყვარს ჩემი შვილი. რა გიყვარს? გიყვარს კი არა, საჭმელი კი არა, საკუთარ, იცი, თირკმელის ჩაბარებაზე ვფიქრობდი. იცი რატო ვფიქრობდი? მიყვარდა და ემიტომ და ღმერთმაც ეს მითხრა. ასე მიტო იქცევი რომ გიყვარს. გიყვარს, ასე მიტო იქცევი. მეგობრებო, თუ შეიყვარებ, ხო ამბობს წმინდა წერილი, შმა ისრაელ, ადონაი ელოჰენუ, ადონაი ეხად. ისმინე ისრაელ, უფალი ჩვენი ღმერთი, ერთი ღმერთია. და მერე წერია, შეიყვარე უფალი შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალით, მთელი შენი არსებით. და რას ნიშნავს შეიყვარე? როცა შეიყვარებ, მის გრძნობებს დაუკავშირდები. როცა შეიყვარებ, მისი გრძნობები, შენი გრძნობები გახდება. ის რაც მისთვის ძვირფასია, შენთვისაც ძვირფასი იქნება, ამაზე ვიღაცის ჩიჩინი კი არ დაგჭირდება. ის რაც მისთვის მნიშვნელოვანია, შენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ის რაც მის გულს ეხება, შენს გულსაც შეეხება. ის რაზედაც ღმერთი იტყვის, რომ ეს სიზაძაგლია ჩემთვისო, შენთვისაც ასე იქნება. გასაგებია? შენ მიხვდები, შენში მყოფი სულიწმინდა რომ დანაღვლიანდა. ადვილად მიხვდები. ეს ურთიერთობაა, ჩემო მეგობრებო. და ხშირად იმ ხელა, აი ჩვენ ეს განა არ ვიცით. განა ეს აქამდე არ მოგვისმენიათ. განა ეს ახალია, რაც ახლა ვლაპარაკობ. მაგრამ რამდენი დაუდევრობა არის ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ თავს ვარწმუნებთ, რომ ჩვენ ღმერთი გვიყვარს. ჩვენ ღმერთი სხვას ვეუნებით ამაზე, რომ ჩვენ ღმერთი გვიყვარს და ძალიან გაბედულებით ვეუნებით ამაზე სხვა, რომ ჩვენ ღმერთი გვიყვარს. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, საკუთარი თავი გამოსცადე და საკუთარი თავი გამოიკვლიე, თუ ხარ რწმენაში. ნუ თუ არ იცნობ საკუთარ თავს, რომ ქრისტე ჩვენშია და თუ არა, მაშინ გამოცდას ვერ უძლებ. მეგობრებო, დღეს სხვა თემას მინდოდა შევხედოთ.
მონიშნულიც მქონდა მუხლები, დღეს წესრიგზე უნდა მელაპარაკო. მაგრამ ყველაზე დიდი წესრიგი მერწმუნედ უფალთან ჰარმონიაში ყოფნა. ყველაზე დიდი წესრიგი მისი ხმის მოსმენა. ყველაზე დიდი წესრიგი მასთან ძალიან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა. ესაიას 55 თავი. როგორც ცა არის დაშორებული მიწისგანო, ესაია ამბობს. ღმერთის სიტყვებს. ასეაო ჩემი გზები თქვენი გზებისგან დაშორებული. და ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვებისგან დაშორებული. ჩვენ ამას ხშირად ნორმას ვქადაგებთ. ეს ასეა, ღმერთი ის ღმერთია ჩვენ ადამიანი. ღმერთს კი უნდა რომ მისი ზრახვა, სიტყვა ზრახვა არის სურვილები. ღმერთს უნდა რომ მისი სურვილები, ჩემი სურვილები გახდეს. ერთი არის მე რა მინდა, მეორეა მას რა უნდა, მაგრამ როცა მე არ მაინტერესებს მე რა მინდა. მე ის უფრო მაინტერესებს შე რა გინდა. ასე ლოცულობდა ქრისტე გეცემანიის ბაღში. ქრისტე ამბობს, ისე კი არა უფალო მე რომ მინდა, არამედ ისე როგორც შენ გინდა. ეს სიყვარულია. ეს სიყვარულია. იცი, ისე კი არა როგორც მე მინდა. ჩვენ მოდი ამასაც ვიტყვი და დავასრულებ. ჩვენ როგორც მშობლები, როგორც მეგობრები, როგორც ხშირად კარგი მანიპულატორები ვართ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა ის პროფესია აირჩიონ, ჩვენ რო გვინდა. და კი არ გვინტერესებს მას რა უნდა. არა, ჩვენ რო გვინდა ისე უნდა იყოს. ეს მანიპულირებაა. ღმერთი არასდროს არ მანიპულირებს ჩვენით. ის აღმატებულს გვთავაზობს. გასაგებია? და ჩვენ მანიპულირებთ ხშირად და ღმერთს ვუნდებით, ღმერთო მე ასე მინდა. მე ეს გოგო მომწონს და ასე მინდა. იმას კი არ უნდა, იმას რა უნდა? არა, შენ გინდა ის. ეს სიყვარული არ არის, ეს მანიპულაცია. გასაგებია? ამიტომ რისი თქმა მინდოდა დღეს? იცი, ყველაზე მთავარი, რისთვისაც ეკლესიად ვიკრიბებით, ეს ის კი არ არის, მასე ვისწავლოთ ბევრი ისტორიები. მასთან მიახლოვება შევძლებთ. ადამიანი, ვინც მასთან ახლოს არის, ძალიან ადვილი შესამჩნევია. გასაგებია? ასეთი ადამიანი სხვისი ბურღი კი არ არის ტვინის. გამზიარებელია, სიკეთის გამზიარებელია. დიდება უფალს. ძალიან მინდა, მოდი ეს მუხლი, როცა სახლებში წავალთ, კარგად გამოიკვლიეთ წმინდა წერილის. რომაელების პირველი თავის 22 მუხლი. რა კი არ ცდილობდა, საკუთარ ცოდნაში მხოლოდად ღმერთი. როცა დავიწყებ იმის ძიებას და ძებნას, რომ მისგან ვისწავლო, ღმერთი დაიწყებს შენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში ლაპარაკს. დიდება უფალს. ასე რომ უფალმა გაკურთხოთ, უფალმა დაგლოცოთ და დაეძალა მოგცეს უფალმა მისი სიტყვის მოსასმენად და მისაღებად.